ხის განმავლობაში მოვისმინეთ მართლაც ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები წმინდა სინოდის წევრისგან, ეპისკოპოსისგან, რომელიც ხელს ადებს კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ მონაზვნის სახელი და გვარიც მოვისმინეთ ერთ-ერთი ვერსია, ერთ-ერთი სამღვდელო პირის მიერ. ვიცით გარკვეული ისტორიები, რომელიც მარნეულისა და ხუჯაბის საეპისკოპოსო კათედრას უკავშირდებოდა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში, როდესაც მედიაში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციებმა, ვერსიებმა იმას თავად მეუფესთან დაკავშირებით, მას გარკვეული ბრალს უყენებდნენ ცალკეული ადამიანები, რომ საეპისკოპოსო აღქმის დარღვევაში დებდნენ ბრალს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, პირდაპირ ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი ბრალდება არის. თქვენ სამართლებრივ შეფასებას არ გთხოვთ, პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელიც კი იქნებოდა, მაგრამ რა ხდება, როგორც ეპისკოპოსის თავს, ასევე მთლიანად საპატრიარქოში, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ვრცელი გამოსვლა იყო, ქადაგება, მეორე ნაწილში საუბრობს იმაზე, რომ მან განსაჯა უკვე გამოუტანა გარკვეული განაჩენი საეკლესიო, როგორც ეპისკოპოსმა, რისი უფლებაც აქვს იმ კონკრეტულ ადამიანს, ვისაც ბრალი დადო და მტკიცებულებები მოიპოვა და რომ მას გამოუგზავნეს ადამიანები, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება საპატრიარქოში და მან ახსენა, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის ქორ ეპისკოპოსსაც კი, რომ განიხილოს ეს საქმე და მიიღოს რამე გადაწყვეტილება, გარდა თავად წმინდა სინოდისა და თუ წმინდა სინოდზე მოხდება ამის გარჩევა და განხილვა, ის მზად არის თუ მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ, რომ მან დატოვოს საეპისკოპოსო კათედრა. მოკლედ აღწერე ის, რაზეც ისაუბრა თავად მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. დიდი მადლობა გიორგი მოწვევისათვის. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან დღეს ჯამდელიანის თემაც დაემთხვა ამ ამბავს. ხო, რა არის ის რომ სულთმომფენობის დღეს ეპისკოპოსი ამბიონიდან ქადაგებს, რომ მონაზონი მონაწილეობდა მისი სიკვდილის მომზადებაში და ამაში ჩართული იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, ეს არის ის, რომ სულიწმინდის მადლს საერთო ამ ყველაფერთან, რაც ეხლა საპატრიარქოში ხდება და კონკრეტულად ამ მომენტში არაფერი საერთო ნამდვილად არ აქვს. ის რომ პროკურატურამ აღძრა საქმე, თურმე 1 წლის წინ იყო დაწყებული ამ ადამიანის მკვლელობის მომზადება და ეკლესიის შიგნით განხილვები მიდიოდა და როდესაც სუსი შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამას მედიიდან იგებს, ეს ხო იმას ნიშნავს, რა ხდება სახელმწიფოში. როგორც მინიმუმ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცეებს მალავდნენ, ან ცდილობდნენ არაოფიციალურად მოგვარებას. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ საპატრიარქოსთან მიმართებაში გვესმის შხამი. ხანციანი დიხან დარიშხანი, ეხლა არ ვიცი კონკრეტულად მისი მოგტინება რა ტიპის საწამლავით იგეგმებოდა, იმედია უფრო წინ წავიდნენ და შუა საუკუნეების მეთოდებს გაცდნენ. ნუ თან ხელისუფლებაც იყო ჩართული. მაგრამ მე ძალიან კარგად მახსენდება ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გათენება არ გვაცალა კომისარმა თეატრულუკიანმა დილით რო გვამცნო, რომ მაღალი იერარქის მკვლელობა იგეგმებოდა და გადავრჩითოდა. ნუ მე აღმოჩნდა, რომ იერარქია არ იგეგმებოდა, მადლობა ღმერთს არც პატრიარქი იგეგმებოდა, ვერ დამტკიცდა, მაგრამ მატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლდა მამა გიორგი და უდანაშაულო ადამიანი ციხეში დაინვალიდეს და ისე გამოუშვეს და ჯამდელიანიც მაღალი იერარქია და საკმაოდ და რაღაც შეშფოთებას ვერ ვატყობ ხელისუფლების წევრებს ხო გეუბნებით, აყვანილი არ ყავდათ, მე მგონი გიორგი მამალაძე იმაში აეროპორტში, რომ ალბათ გააკავეს ტულუკიანი, სანამ გამოგვიცხადებდა, რომ გადაგვარჩინეს. ხო და ძალიან მაინტერესებს აქამდე პრემიერ-მინისტრის დონეზე გაკეთა ეს განცხადება. დიახ, პრემიერიც და ხო ტულუკიანი ვიცე-პრემიერი გახდათ.
ძალიან საინტერესოა ახლა მაღალი იერარქია ერთ შემთხვევაში მაღალი იერარქია და მეორე შემთხვევაში არ არის მაღალი იერარქი რომ არ დამწკრივდნენ და არ გამოვიდნენ და თურმე ეს რა ზარი დაგვეცაო ხო ну ეს ხო მხოლოდ იმას ნიშნავს რომ უნდა დასრულდეს და შეუძლებელია ეს მახინჯი ტანგო გაგრძელდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. აი სრულად ამაზრზენი და მართლა ეროტიული ცეკვა და არაფერი ამას საერთო რო არც სახელმწიფოსთან აქვს, არც ეკლესიასთან აქვს და არც საერთოდ რაიმე ეთიკის ნორმებთან არა აქვს, ხო? და რაც მთავარია, ყველაზე უფრო მძიმე ამ საქმეში ის არის, რომ ხო, ნუ ისინი კი ალბათ ღირან რადგან ასე პარტნიორობენ ერთმანეთთან, მაგრამ რომ ჩვენ ადამიანებს მათ საკუთარ მრევლს ყველას ვინც თავს ეკლესიის წევრად და ამ სახელმწიფოს მოქალაქედ განვიცდით თავს ჩვენ დაგვცინიან და გონიათ რომ ვერ ვხვდებით ვერ აღვიქვამთ დასკვნები ვერ გამოგვაქვს და ვერ ვაკეთებთ ეხლა რაც შეეხება იმედი გვაქვს რომ ვერსიები მე მაინტერესებს რა გამოიძიეს საყდრეს განცხადებასთან დაკავშირებით, უფრო სწორად დეკანოს ჯაღმაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისაუბრა მოსაყდრის მკვლელობის მცდელობაზე, რომელმაც დარიშხანი აღმოაჩინეს, არ ვიცი პანაღიაზე თუ ანაფორაზე თუ რა გამოიძიეს? ეს ხალხს დაავიშთა რა? არა, მაინტერესებს. ისეთი ტიპის მინიშნებები იყო შეუძლებელია ამაზე არ არის მაღალი იერარქი და მისი დაუშვათ მოკვდინებაც არაფერს ნიშნავს ამ მთავრობისთვის. ისე შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიუმართო დღეს რომ მისულა პატრიარქთან დასალოცად. ნუ თუ ვერ ხვდებით ამ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა უკვე ისე აღარ არის როგორ ძველად იყო და მოსაყდრის ლოცვა კურთხევა არ გაკმაყოფილებთ, როდესაც თანამდებობებზე ინიშნებით, ძალიან საინტერესოა. თქვენი არჩეული არ არის ეს მოსაყდრე და მისი კურთხევით მადლი არ გადმოგდით თუ როგორ არის ეს საქმე რომ ამ ადამიანს ხო აწუხებთ მით უმეტეს ახლა დანიშნების მთელი წყება წავიდა პროკურორია დასანიშნი ის არის და ყველა რომ მივიდეს ამდენი პატრიარქის ჯანმრთელობას ნამდვილად არ შეუძლია ხო ეს ცალკე თემა კაპიტან დედა რამდენიმე კონკრეტული და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაიხსენეთ აი პანაღიასთან დაკავშირებული და იგივე მეფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის და მიმართებაში გამოთქმული ეჭვები სერიოზულ დონეზე სერიოზული თანამდებობის პირების და საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ, რომელსაც გაგრძელება არ მოყოლია და მე საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება საჯარო სივრცეში ასეთი ტიპის თუნდაც ეჭვების გამოტანა, თუ კი მას არ მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, დასკვნები, საზოგადოების ინფორმირება. აი ჩემი პროგნოზი დღეს გეტყვით და მე დაიმახსოვრეთ. ყველაფერი გადაწყდება იმ დედა თეკლაზე შეიძლება გამოაცხადონ შეურაცხადათაც რომ მან მოკლედ ააგო თავისი ვერსია ვითომ ავალებდნენ ჯამდელიანის მოწამვლას და ამით დასრულდება ეს ვერსია ამის ისტორია ამის იქით ეს ნამდვილად აღარ წავა და იცით რატომ აღარ წავა იმიტომ რომ რასაკვირველია ამ ყველაფრის გამოძიება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ არც ერთ შემთხვევაში თუ ის მთავრობის წარმომადგენელია მას ახლა არავინ ხელს არ დაადებს იმისთვის, თუმცა ძალიან კარგად გვახსოვს ისიც და მე მინდა მიმართო ახლა ეპისკოპოსებს. ეთერ რო დადიოდით ხოლმე, ეხლაც რომ საჯარო განცხადებებს აკეთებთ იმის თაობაზე, რომ ვიღაცას პატრიარქის მოშორება უნდოდა და ჩამოარაკრაკეთ, კახარია, ესა ამ ყველაფერს პროკურატურის გზა არ იცით, იმისი შინაგან საქმეთა სამინისტროს გზა არ
არიცით, სად უნდა იჩივლოთ. თქვენ იმის გარდა რომ იერარქები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ხართ და თქვენზე ყველა ის უფლება და ვალდებულება ვრცელდება, რომელიც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეზე. მე რა რომ სასულიერო პირები ხართ, ეთერში გამოაცხადებენ, გულებს დაგვიხეთქავენ, რომ რაღაცა ხდება, იმას წამლავენ, იმას კლავენ, ბოლოს გვარდებიან, მე არ ვიცი ხა შეიძლება რომ აღარ გაგრძელდეს ეს ჯამდელიანს მიწები გადასცენ იქ, იმიტომ რომ ვიცი რომ სერიოზული ის მიდის, რა ქვია, გარჩევები მიწების საკითხთან დაკავშირებით, კარგი მიწებია, ძალიან ნაყოფიერი მარნეულში. ხო და ამითი ჩაიფარცხოს ეს ყველაფერი და ამას გაგრძელება აღარ ქონდეს, იმიტომ რომ არანაირი ნდობა არც საპატრიარქოს მაღალი იერარქებისადმი უკაცრავად და აღარც εμის, რა ქვია, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ არ არსებობს. გამოვლენ, იტყვიან ხმამაღლა საჯაროდ, მერე ვითომც არაფერი არ უთქვამთ, ან სიტყვის ფასი არ იცით, ან რა ვიცი, აღთქმის ფასი რო არ იცით, ეგ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, კაცურ სიტყვაზე პრეტენზიებს აცხადებთ ხოლმე და ეგეც აღარ იცით, როგორ არის? მეუფემ ქადაგებისას რამდენიმე დეტალი შესახებ ინფორმაცია ამბიონიდან გასცა, თქვა, რომ ის ეს საქმე სიტყვა გაირჩა შეიძლება მას არ უთქვავს, მაგრამ განსაჯა მან, ასე ვთქვათ, და მათ შორის იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისაც ბრალად უყენებს მისი მკვლელობის ორგანიზებას. ანუ ვინც აიძულებდა ამ ვერსიით მონაზონს თავად მეუფე გიორგის მოწამვლას. და იქ როგორც ჩანს შედგა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. მეუფემ თქვა, რომ მე ფიზიკურად არ ჩავრეული ვარ, იმიტომ რომ მე თმენის მაღალი ვალდებულება მაქვს და ეპისკოპოსი ვარ და ასე ვთქვათ, ხელჩართულ დაპირისპირებაში ვერ ჩავერთვებოდიო, თუმცა აშკარად ვიზეც ისაუბრობდა თავის დაცვის წევრებიანად, ისინი რომ გაილახდნენ და შემდეგ დატოვეს ტერიტორია, ამაზე მან ღიად ისაუბრა. ან ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, მედია ავრცელებდა რამდენიმე თვის წინ, შეიძლება 1 წლის წინაც, რომ ეს ამ შეხლა-შემოხლას მართლა ქონდა ადგილი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის რეზიდენციაში. ამ ინფორმაციის თანახმად სროლაც კი იყო და საუბარი იყო იმაზე, რომ ბატონი შინჯიკაშვილი, რომელიც იმ პერიოდისთვის ქვემო ქართლის, ასე ვთქვათ, გუბერნატორის მოადგილე იყო, რწმუნებულის მოადგილე იყო, ეს ის შინჯიკაშვილია, ვისაც შემდეგ ხარებასთან, ხარაზიშვილთან ეს დაპირისპირებების მთელი წყება აქვს და ბოლო ხანებში კი საერთოდ მოუწია თანამდებობიდან გადადგომა და საჯარო პოლიტიკიდან გასვლა. ეს ის შინჯიკაშვილია, რომელთა მიმართებაშიც ისმის ბრალდებები, რომ მათ შორის ქუჩაში პროტესტანტების უხეში დარბევების დროს ჯგუფები ადამიანებისა მას უყენებენ ბრალად უყენებენ, მე ამას ტკიცებულებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ბრალდებამ არაერთხელ გაიჟღერა, რომ ყოფილი მოჭიდავეებისა და ასეთი ადამიანების მიერ შექმნილი ჯგუფები სწორედ მისი ეგიდით მოქმედებდნენ და ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოვიდა ზედაპირზე. შეიძლება შინჯიკაშვილის ის ოდნავ ძველი ისტორია მასზე საუბრობდეს მეუფე გიორგი, იმიტომ ის ახლა აღარ არის მთავრობის წევრი. იცით რა შესაძლოა, ესეთი არ არის. არც უსაფრთხოების სამსახურის წევრი არ ყოფილა, რწმუნებულის მოადგილე. ანუ შეიძლება სხვადასხვა ეპიზოდები იყოს და უნდა ვივარაუდოთ, რომ უკავშირდებოდეს იმ ეპიზოდს, შინჯიკაშვილი არ არის ისეთი მაღალი რანგის პირი და ჩინოვნიკი, ახლა რაც არ უნდა გავლენები ქონოდა მას რეგიონში გავლენები არ ნიშნავს, რომ ეპისკოპოსის სიკვდილი დაგეგმო, ეს სრულიად სხვადასხვა რაღაცა, ასეთ რამის დაგეგმვაზე ვერც სუსის, რა გითხრა, სუსის უფროსის მოადგილეც კი ვერ წავა. გამორიცხულია, გამომდინარე იმ კავშირებიდან და იმ ურთიერთობებიდან, რომელიც საპატრიარქოსა და პემას შორის არსებობს და გარდა მაგისა, ორივეს ერთდროულად აკონტროლებს ხელისუფლებასაც და საპატრიარქოსაც
რუსეთის სპეცსამსახურები და ეხლა სად არის ესე მარტივად რომ შინჯიკაშვილმა დაგეგმოს რომელიღაცა ეპისკოპოსის მკვლელობას უსათითაოდ აყავთ ეგ ეპისკოპოსების შერჩეული იმისთვის ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ჭირდებათ და ეგრე არ არის რომ ეს ესე მარტივად მე მესმის რომ ყვარს ყველა ეპისკოპოსზე საუბრობთ ახლა თქვენ და არც საპატრიარქოს შემადგენლობაზე მაინც დავაზუსტოთ ეს რომ არასწორად არ გაიგოს აუდიტორიამ და საზოგადოებამ მაგრამ იცით რა გიორგი მოდით მე მაინც უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება კი მე ცოტა ხისტი დამოკიდებულება მაქვს და ამის უფლებას მაძლევს ჩემი გამოცდილებაც მაგრამ მე ვფიქრობ რომ აღარ არის დრო უკვე ენის მოჩლექით ვისაუბროთ სად არიან დანარჩენი ეპისკოპოსები სად იყვნენ მაშინ სად არის მათი ხმა როდესაც ეს განცხადებები კეთდება და როდესაც გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა რომ არაქორ ეპისკოპოსმა და როგორც ჩანს მარტო მოსაყდრესთანაც არ უნდა მას საქმის გარკვევა სინოდმა დიახ რომ მივა იმ სინოდზე უცოდველმა მესროლე თქვაო ეტყვის და მე რა მოხდება დაიშლება კრებამ დარჩება მხიარული და დაიშლება იმიტომ რომ უცოდველები იქ არ სხედან ბევრნი სამწუხაროდ კი თითოეულა არ შეცვლის ამინც და ეგ არის მაგის იმედი აქვს სწორედ გიორგი ჯამდელიანს რომ მაგას იტყვის უცოდველმა ქვამესროლეთო იმდენად ბევრი დეტალი იქნა დასახელებული მის მიერ და როგორც ჩანს მთელი აი ამ ეპიზოდების ორგანიზებაში თუ ეს ხდებოდა როგორც მინიმუმ გარჩევაში იმდენი ადამიანი მონაწილეობდა რომ რაც არ უნდა ცადოს ახლა ხელისუფლებამ ამ საპატრიარქომ ერთად ამის მიჩქმალვა ძალიან გართულდება ამის გაკეთება და ცხადია ჩვენი და მედიის და საზოგადოების ინტერესი გაგრძელდება მომდენო დღეებში მე აქვე მინდა მივმართო როგორც მეუფე გიორგი ჯამდელიანს ასევე საპატრიარქოს წარმომადგენელს თუ მათ ექნებათ სურვილი ან უფრო მეტი დეტალი გააცნონ საზოგადოებას ან თავიანთი შეფასებები ჩვენი ეთერის მეშვეობით ამის გაკეთება ნებისმიერ ფორმატში ყოველთვის შეუძლიათ. ქავტონ ლელა ამ თემასთან დაკავშირებით რამის დამატება ხო აქვს სურდათ იმიტომ რომ სომხეთს მინდა რომ გადავიდეთ. უნდა გადავიდეთ სომხეთის თემაზე კი ბატონო მაგრამ როგორც ვიცი ამ კონკრეტულ ეპისკოპოსთანაც ზუსტად იგივე კითხვები არსებობს რაც სომხეთის პატრიარქთან მიმართებაში დააყენა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნუ ეხლა ეს დამალული ორიოდე სიტყვით მე მაყურებელს ორიოდე გავაცნობ ამ სიტუაციას რომ მან იცოდეს რაზე ვიწყებთ საუბარს. ანუ ჩვენ სამეზობლოში სომხეთში რომელიც ჩვენგან განსხვავებით ნაბიჯ რუსეთისგან დისტანცირებას ახდენს და სულ უფრო უახლოვდება ევროპას დიდი და ისტორიული ჯერ არ ნახული და არ გაგონილი ამბები ხდება. პრემიერ-მინისტრი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს დაუპირისპირდა. ფაშინიანი დაჟინებით ითხოვს პასუხს არღვევენ თუ არა უქორწინებლობისა და უბიძობის აღთქმას სასულიერო პირები და მათ შორის უპირველეს ყოვლისა სომხეთის პატრიარქი. ყავს თუ არა შვილი გარეგინ მეორეს. თქვენი საქმე არ არის პასუხობს პრემიერ საეკლესიო კრება. ალბათ ასე ქვია იქ სინოდს არის თქვით. დაპირისპირება 29 მაისს დაიწყო, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკლესიები უსარგებლო ნივთების საკუჭდაო შეადარა. ტაძრებში სანთლის დანთება მინდოდა და იქ ნაგავი დამხვდაო. არა და ეკლესიების სახელმწიფო საკუთრებაო, ეს პრეტენზია გამოთქვამა საჯაროდ. პაშინიანმა მალევე მიიღო საპასუხო კრიტიკის ტალღა. მას შემდეგ დღე არ გავა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სასულიერო პირებს სოციალურ ქსელებში პოსტი არ მიუძღვნას. პაშინიანისა და გარეგინ მეორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის. პატრიარქი პირდაპირ ითხოვდა პრემიერის გადადგომას ჯერ კიდევ 2020 წელს ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ, ვიდრე სომხეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდებოდა და ფაშინიანსაც ხელმეორედ აირჩევდნენ. ალბათ ბევრისთვის არც თუ მოულოდნელა დაპირისპირებაში რუსეთი გამოჩნდა. სომხური ოპოზიციური გაზეთი ხრაპარაკის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ ეკლესიასთან გამწვავებული დაპირისპირებისა და გუნდში უკმაყოფილების ფონზე თანაგუნდელებს უთხრა რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს გარკვეულ მითითებებს. აი ეს არის მოკლე ისტორია. დღესაც გამოაქვეყნა მან პოსტი, სხვათა შორის გიორგი ტუმასიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გვანებიურებს სომხური მედიისა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამოქვეყნებით ქართულ ენაზე, რაც პირადად ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ასე რომ მადლობა გიორგი ჩვენგან. რასთან გვაქვს საქმე? რა ხდება სომხეთში? დავიწყოთ იქიდან რომ დაპირისპირება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შორის დღეს არ დაწყებულა.
ეს ძალიან მალევე დაიწყო მაშინ, როდესაც ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში. უნდა გითხრათ, რომ მაშინ მთავარი საკითხად ასე წამოწეული უქორწინობის აღთქმის დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ის, რომ სომხური ეკლესია არის გავლენების, რუსული გავლენების მატარებელი და ამის გამო საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის სახელმწიფოსთვის, ეს მაშინვე იყო მიზეზი ამ დაპირისპირებისა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მაშინ მოუწია ფაშინიანს უკან დახევამ, ხო, მერე დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტიც და უნდა გითხრათ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მერე უკვე ეკლესიამ დრო იხელთა და თვითონ დაუპირისპირდა პირდაპირ ფაშინიანს, მასდებენ ბრალს თურქეთის, აზერბაიჯანის აგენტ მის მიმართ არის ძალიან ბევრი ბრალდება, მათ შორის ქვეყნის ღალატის და ეს ეკლესიის გავლენიანი პირებისაგან კეთდება. არც სომხეთის კათოლიკოსი არ ყოფილა მის მიმართ მაინც და მაინც თავშეკავებული შეფასებების დროს. ასე რომ უკვე ისეთ ზღვრამდეა მისული ეს დაპირისპირება, რომ აქ უკან დახევა და მე მგონი პოზიციების მორიგება აღარ გამოვა. ან რა შანსები აქვს ფაშინიანს და შეძლებს თუ არა ის ამ ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვოს. ეხლა რა ალბათ ძალიან ბევრი მორწმუნე ადამიანი იფიქრებს, რომ აი როგორ შეიძლება რომ ეკლესიას დაუპირისპირდე და ნუ ფაშინიანის მიმართ გაუჩნდება რაღაცა კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ მან ძალიან საინტერესოდ დააყენა საკითხი, რომ რომ ეკლესიის ნეობრივი უსაფრთხოება ეს განაპირობებს ქვეყნის ეკლესიის ნეობრივი სახე განაპირობებს ეკლესიის უსაფრთხოებას და შესაბამისად ეს კიდევ სახელმწიფოს უსაფრთხოებასო. ანუ ამ თვალთახედვაში ვერ შეედავები ვერც ერთ შემთხვევაში ნიკოლ ფაშინიანს, იმიტომ რომ თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსული გავლენები ნამდვილად არის და ნუ ეხლა ეს საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხო, ამაზე ვილაპარაკოთ სხვა სახელმწიფოში მიმდინარე ყველაფერი პროცესებია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, გარეგინ მეორის ძმა გახლავთ მოსკოვის სომხური სამოციქულო ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის ხელმძღვანელი, საკმაოდ დაახლოებული მოსკოვის და არა მარტო რუსეთის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად პოლიტიკური გავლენების მქონე ადამიანიც და საკმაოდ გავლენებით მოსკოვში მცხოვრებს სომხურ დიასპორაზე. ამიტომ ესეც გარკვეულწილად არის სერიოზული ბერკეტი. შესაბამისად ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. გარდა ამისა, გარეგინ მეორესთან დაახლოებული ერთ-ერთი ამჟამად ბიზნესმენი ადრე კრიმინალური ავტორიტეტიც გახდათ, რომელიც ფაშინიანის მიერ მოკლედ არის ბრალდებული სისხლის სამართლის საქმით და ეხლა გაქცეულია რუსეთშია. მან დააფუძნა სომეხ ჯვაროსანთა ორგანიზაცია, რომლის ფილიალები არის ყველა ქალაქში აბსოლუტურად რუსეთისა, სადაც დიასპორასთან მიდის და ის ძალიან დაახლოებულია გარეგინთან, სხვათა შორის პატრიარქთან და შესაბამისად მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ამიტომ ძალიან რთული ბრძოლა მოუწევს. ფაშინიანს მოკავშირე ამ ბრძოლაში მას ყავს თავისი გუნდის, ესეთი გამოკვეთილი ნაწილი და ძალიან ცოტა სასულიერო პირი სომხურ ეკლესიაში, მაგრამ მას უფრო მეტი საყრდენები აქვს ქვეყნის გარეთ დიასპორაში, სომხური დიასპორა, რომელიც
რომელიც გაფანტულია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით კილიკიის, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ისინი კი ნამდვილად ითხოვენ იმას, რომ გარკვეული რეფორმები უნდა ჩატარდეს სომხურ ეკლესიაში. ახლა ვინც არ იცის ვიტყვი რატო კილიკიის მრევლი საპატრიარქოს, იმიტომ რომ ამის მიმართ გარეგინ მეორის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა არ აქვთ მას შემდეგ, რაც იყო ასეთი პროექტი წლების წინ, როდესაც ვაზგენი გარდაიცვალა, სომეხთა კათოლიკოსი, იყო მოსაზრება, რომ კილიკიის და ეჩმიაძინის საპატრიარქოების დაახლოების კილიკიის პატრიარქი დიახ, იყო მცდელობა გაერთიანებისა. გარეგინ პირველი გახდა სომხი ეჩმიაძინის ტახტის მპყრობელი, მაგრამ საეჭვობით მალე აღმოაჩნდა ძალიან სწრაფად პროგრესირებადი დაავადება და მალე გარდაიცვალა ძალიან. ამაზე სომხური პრესაც წერდა, არაფერი ამაში არ არის უცხო და გასაკვირი, რომ მოკლედ ესეთი ტიპის მოვლენები არც სომხური ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის არ არის უცხო. ხო, არც სომხური ამბობს, რომ ხო, ამბობენ, რომ ის სიკვდილს ხელი შეუწყვეს და მის შემდეგ გარეგინ მეორის აღსაყდრებამ გამოიწვია გარკვეული კითხვის ნიშნები მის მიმართ და მათ შორის განსაკუთრებით სფიურქში, ეგრეთ წოდებულში, ანუ სომხებში, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. და ეს საუბარი სწორი იქნება თუ დავასრულებთ არა მარტო საზღვარგარეთ სომხების განწყობებში, არამედ თავად სომხეთში. ფაშინიანის ამ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზი თემაა, საუბარი არის მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ინსტიტუტზე და ასე შემდეგ. თავად სომხურ საზოგადოებაში რა განწყობებია, როგორ უყურებენ ამ დაპირისპირებას? ეხლა ამ საკითხს ბუნებრივია ფაშინიანის ოპოზიცია ძალიან აქტიურად. ეს ისეთი რამეა, უბიწობისო და უშვილობის ახმა, ან არის, ან ყავს შვილი, ან დიდი ხანია განიხილება სომხურ საზოგადოებაში, ეხლა ეს რაც ფაშინიანმა თქვა, პირველად მას არ გაუჟღერებია. ხო, სხვათა შორის უნდა გითხრათ, დასაწყისში, როდესაც მან გადაწყვიტა სომხური ეკლესიის გაჯანსაღების საკითხისთვის ხელი მოეკიდა, დღეს ოპოზიციაში მყოფმა და მაშინ მისი გუნდის წევრმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არტურ ვანეციანმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაშინ ფაშინიანს უკან დაეხია. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ვანეციანი, რომელიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობს, ალბათ ყველაზე მეც რა ხდება სომხეთის საპატრიარქოში, ძალიან გამოიყენებს და არა მარტო ის, რობერტ კოჩარიანიც, იმას, რომ ეს ფაშინიანის წინააღმდეგ გამოიყენონ პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან ჩაერთვება ამაში რუსეთში მყოფი სომხური დიასპორის გარკვეული ნაწილი. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ გიორგი, ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ. უცხოური გავლენების გამო რელიგიური ინსტიტუციებთან დაპირისპირება, ეხლა ეს კავკასიაში ფაშინიანის დაწყებული არ არის. ალიევმაც ჩაატარა გარკვეული რეფორმები, საკმაოდ ხისტი და იმაზე ხისტი, ვიდრე შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია. საკმაოდ ბევრი ასობით სასულიერო პირი აღმოჩნდა გისოსებს მიღმას, რადგან ალიევი თვლიდა, რომ ირანის რელიგიური და პოლიტიკური გავლენა ძალიან დიდი იყო ირანის სასულიერო პირებზე და სხვათა შორის აზერბაიჯანის სასულიერო პირებზე და მთავარი რელიგიური ლიდერის უფლებამოსილებებით სიმბოლურობამდე შეკვეცა ყველა თვალსაზრისით. ასე რომ ეს ის პროცესები ახლა ცალკე თემა სახელმწიფოსა და რელიგიის ინსტიტუციების ურთიერთობა, დღევანდელი ფორმატი არ მოგცემს ამის საშუალებას, მაგრამ ეს არის გარდაუვალი პროცესი
რომელიც სხვათა შორის გაიარეს იმ ევროპის იმ ქვეყნებმაც, რომლებიც აი ვარშავის ბლოკის ქვეყნებს წარმოადგენდნენ და გათავისუფლდნენ. ისინი ტრადიციულად ადგილობრივი რუსული უსაფრთხოების დამსახურების გავლენების ქვეშ იყვნენ და სამწუხაროდ გაკეთება ზელენსკის ფორსირებულად საომარ პირობებში, იმიტომ რომ პირდაპირ მათ რა ქვია დასაბომწერდილებს აძლევდნენ სასულიერო პირები მოწინააღმდეგეს, ასე რომ ეს ძალიან კარგი, ქალბატონო, დავასრულოთ ამით, თუმცა ეს თემა თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ საჭიროებს გაგრძელება საუბარ ჩაღრმავებას და ასე შემდეგ. მე როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ასე თქვათ შიგნიდან, თავად ამ ინსტიტუტის შიგნით ასე თქვათ განახლების და ასე თქვათ იმზნეობრივ ინსტიტუტად საკუთარი სახის ჩვენ დამაჯერებლად ჩვენების სახით გამოიხატებოდეს, რის გამო ძალიან ბევრ ქართველს ეიმედება თავისი ეკლესია მართლმადიდებელს ამ შემთხვევაში და ეს იქნებოდა ჩემი სურვილი უბრალოდ ჩემი სურვილიც ასეთია, რომ ეკლესიას ყოველგვარი გარეთა ჩარევების გარეშე აღმოაჩნდეს თვითრეფლექსიის უნარი და მან თავად შეძლოს იმ პრობლემებს გაუმკლავდეს. ოღონდ ჩემი თოდნაზე დაყრდნობით რესურსი არ ვიცი რამდენად აქვს. ღმერთით ალბათ იქნება ასე. მადლობა ქალბატონ ლელა ჯეჯელავას დავემშვიდობოთ.